ირანი საკუთარი ისლამური სახელმწიფოს წევრებს სიკვდილით სჯის, მას შემდეგ რაც რეჟიმი გაიყო და შიდა უსაფრთხოება კიდევ ერთ საომარ ფრონტად გადაიქცა. ჩვენ ვიხილეთ ირანის თავდასხმების თალვა კომერციულ გემებზე, რომლებიც სრუტეს კვეთდნენ. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადეს, რომ ორი გემი ღამით დაზიანდა, ხოლო ცოტა ხნის წინ გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ვაჭრობის ასოციაციამ განაცხადა, რომ კიდევ ერთი გემი დაზიანდა ლიმას სანაპიროსთან, ომანში. ამ სამშაბათს 2026 წლის 14 ივლისს ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გამოაცხადა მოჰიედინ აბდულასა და ჰოსეინ ფალანის სიკვდილით დასჯის შესახებ. ისინი იყვნენ ისლამური სახელმწიფოს წევრები, რომლებიც შეიარაღებულ აჯანყებასა და იმ უჯრედში მონაწილეობისთვის, რომელიც ირანის ტერიტორიაზე თავდასხმებს გეგმავდა, იყვნენ მსჯავრდებულნი. ჯგუფი მაშინ გამოჩნდა, როცა ისლამურმა სახელმწიფომ დაკარგა კონტროლირებადი ტერიტორიები ერაყსა და სირიაში და მისი კვალი მიაგნეს ბამუხის მთებში მდებარე სამალავში, ბახიას საზღვართან ახლოს. ოპერაცია დასრულდა მებრძოლების მოკლით ან დაკავებით, იარავის ამოღებით და რევოლუციური გვარდიის 3 წევრის დაღუპვით. უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა განაჩენები, თუმცა სიკვდილით დასჯის ადგილი არ გამოქვეყნებულა. თეირანი ცდილობს ეს ქმედება ძალის დემონსტრაციად წარმოაჩინოს, თუმცა დრო სხვა რამეს აჩვენებს. რეჟიმი აწყდება სამხედრო ზეწოლას შეერთებული შტატებისგან, თავდასხმებს ჰორმუზის სრუტეში, ეკონომიკურ დაძაბულობას, ახალ ლიდერს, რომელიც კვლავაც შორსაა საზოგადოებიდან და მუქარებს, რომლებიც თავად რეჟიმის შიგნით ჩნდება. მუქარა. რას ამზადებდა ეს უჯრედი ირანში? რატომ იჩქარა რეჟიმმა ეხლა მისი წევრები სიკვდილით დასჯა? როგორ აპირებს თეირანი ერთდროულად ამდენ ფრონტზე ბრძოლას? მოჰიედინ აბდულაჰი და ჰოსეინ ფალანი იყვნენ წევრები ფარული სტრუქტურის, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ ისლამური სახელმწიფო აქტიური დარჩენილიყო ერაყსა და სირიაში ტერიტორიის დაკარგვის შემდეგ. სახელმწიფო პრესის ცნობით, რომელსაც Associated Press ავრცელებს, ეს უჯრედი ამზადებდა თავდასხმებს ირანულ ობიექტებზე. უსაფრთხოების ძალები მივიდნენ ბამოში მდებარე სამალავში, სადაც იპოვეს იარაღი და აღჭურვილობა. ოპერაციის დროს გარდაიცვალა 3 აგენტი რევოლუციური გვარდიიდან, რაც მიუთითებს, რომ ჯგუფს ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევის უნარი. ქმედების თარიღი დეტალურად არ არის მითითებული, მაგრამ სიკვდილით დასჯების შესახებ გაკეთდა განცხადება 14 ივლისს, მას შემდეგ რაც უზენაესმა სასამართლომ განაჩენები ძალაში დატოვა. 2024 წლის იანვარში ისლამურმა სახელმწიფომ აიღო პასუხისგებლობა კერმანში განხორციელებულ თავდასხმებზე, რომლებმაც ათეულობით ადამიანი იმსხვერპლა. მანამდე მან ირანის პარლამენტსა და ჰუროლა ხომეინის მაუსოლეუმზე მიიტანა თავდასხმა. თეირანისთვის სუნიტური ჯიჰადისტური ქსელის ზრდა ირანში სამხედრო, რელიგიურ და პოლიტიკურ საფრთხეს წარმოადგენს. სიკვდილით დასჯა ასევე შიდა გაფრთხილებადაც მუშაობს. აშშ-სა და ისრაელთან ომის დაწყებიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ირანმა ეროვნული უსაფრთხოების ბრალდებით სულ მცირე 21 ადამიანის სიკვდილით დასაჯა და 4000-ზე მეტი დააკავა. დაზარალებულებს შორის იყვნენ ოპოზიციონერები, ჯაშუშობაში ბრალდებულები და ადამიანები, რომლებიც პროტესტებთან იყვნენ დაკავშირებულნი. ისლამური სახელმწიფოს ორი წევრის შემთხვევაში არსებობს რეალური ტერორისტული საფრთხე, მაგრამ ამ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება რეჟიმის პოლიტიკურ ინტერესს, რომელიც იძულებულია დაამტკიცოს, რომ კვლავ აკონტროლებს სიტუაციას. გარეთ, რევოლუციური გვარდია კვლავ აგრძელებს რაკეტებისა და დრონების გაშვებას შეერთებულ შტატებთან დაკავშირებულ ობიექტებზე. მაისში ძალებმა გაავრცელეს კადრები გაშვებების შესახებ ამერიკული ახალი თავდასხმების შემდეგ. ვაშინგტონმა ბენ-გურიონის აეროპორტში ისრაელში შეინარჩუნა საცვავით მომარაგებელი თვითმფრინავები და შეაჩერა წინა ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებული გაყვანა. ეს გადაწყვეტილება ზრდის ხანგრძლივი საჰაერო ოპერაციების შესაძლებლობას და აჩვენებს, რომ თეთრ სახლს არ სჯერა, რომ ომიდან სწრაფი გამოსავალი იქნება. ირანის პარლამენტმა დაიწყო მუშაობა პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს კორიდორის მართვის ფორმალიზებას და სამხედრო ძალებისთვის ზედამხედველობის ჩაბარებას. ებრაჰიმ აზიზიმ ეროვნული უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იქნება. ირანის სამხედრო სარდლობამ განაცხადა, რომ ამერიკულ ჩარევას არ მიიღებს. ღმერთის სახელით, მოწყალე და გულმოწყალე.
შეერთებული შტატების თავგადასავლები და განმეორებითი ბოროტი ქმედებები ჰორმუზის სრუტის მართვაში ჩარევის მიზნით სერიოზულად საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას, საერთაშორისო ვაჭრობას და გემების, ნავთობის ტანკერებისა და სავაჭრო ხომალდების გადაადგილებას. სამწუხაროდ ზოგიერთი რეგიონის ქვეყნის თანამშრომლობა მათ გაზარდა ომის გავრცელების საფრთხე მთელ რეგიონში. ამ საფუძველზე ვაცხადებთ, რომ წინა გაფრთხილებების შესაბამისად არავითარ შემთხვევაში არ ვუშვებთ და არ დაუშვებთ შეერთებული შტატების ჩარევას ჰორმუზის სრუტის მართვაში. ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები დაუპირისპირდებიან ნებისმიერი სახის არეულობასა და დაუცველობას სავაჭრო გემების გადაადგილებისას. ირანი მკაცრად დაუპირისპირდება ნებისმიერ სავაჭრო ან ნავთობის ტანკერს, რომელიც გადაუხვევს მისთვის განსაზღვრულ მარშრუტს შეერთებული შტატების დამხრობელი და მეკობრე არმიის მიერ. დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ შეერთებული შტატები იმოქმედებს როგორც სრუტის მცველი და აიღებს საფასურს გემების დაცვისთვის. კრიზისი უკვე სიტყვებს გასცდა. არაბთა გაერთიანებული საამიროების ორი ნავთობის ტანკერი ირანულმა რაკეტებმა დააზიანა. საამიროების მთავრობის ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ეხლა ოფიციალური ბლოკადის ძალაში შესვლამდე ცოტა ნაკლებია 10 საათზე და ამასთან ერთად ვიხილეთ ირანული თავდასხმების ტალღა კომერციულ გემებზე, რომლებიც სრუტეს კვეთდნენ. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ღამით 2 დაზიანებული გემი დააფიქსირეს. ცოტა ხნის წინ კი გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ვაჭრობის ასოციაციამ განაცხადა, რომ კიდევ ერთი გემი დაზიანდა ლიმას სანაპიროსთან ომანში. ეს გემი ომანის სრუტეში სამხრეთის მარშრუტს მიხვევოდა, ირანულ მარშრუტს უგულებელყოფდა. გუშინ კი კვიპროსული კონტეინერ მზიდი დაზიანდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ეფსოას ძალები ბლოკადას დააწესებენ, სრუტეს გააკონტროლებენ და ტვირთის 20%-ს აიღებენ. უსაფრთხოების ხარჯების დასაფარად. ნავთობის ტანკერების მოძრაობა ბოლო 2 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა. თეირანმა ასევე დიდი რაოდენობით ნავთობი გაიტანა, სანამ ამერიკული ბლოკადა კვლავ ამოქმედდებოდა. Tanker Trackers-მა გამოთვალა, რომ 26 დღის განმავლობაში ირანიდან 80 მილიონზე მეტი ბარელი ნედრი ნავთობი და მისი წარმოებული პროდუქტი გავიდა, რაც დაახლოებით 6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. კიდევ 30 მილიონი ბარელი ნავთობი ჯერ კიდევ ველოდება გატანის ნებართვას. რეჟიმი ამას წარადგენს როგორც გამძლეობის მტკიცებულებას, მაგრამ გემების სწრაფად დატვირთვა აჩვენებს, რომ არსებობს შიში მარშრუტების დახურვის გამო. ნავთობი აფინანსებს სახელმწიფოს, ინარჩუნებს შეიარაღებულ ძალებს და აძლევს საშუალებას ომი გაგრძელდეს. კრიზისი იემენშიც გავრცელდა. ჰუთებმა გაუშვეს რაკეტები და დრონები საუდის არაბეთში, აბას საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით. მას შემდეგ, რაც სანას აეროპორტზე თავდასთვამ ირანული თვითმფრინავის დაშვება შეაჩერა. საერთაშორისო დონეზე აღიარებულმა იემენის მთავრობამ განაცხადა, რომ მათ დააზიანეს ასაფრენი ბილიკი საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად. ჰუთებმა საუდის არაბეთი დაადანაშაულეს და გამოაცხადეს დაძაბულობის შემცირების დასრულება. ასევე დაიმუქრნენ ზავის გაწყვეტით, რომელმაც ბოლო 4 წლის განმავლობაში თავდასხმები შეამცირა. სტრატეგიული მიზანი ბაბ ელ-მანდებია, სრუტე, რომელიც წითელ ზღვას ადენის ყურესა და სუეცის არხს აერთებს. გლობალური საზღვაო ვაჭრობის 12-დან 15%-მდე, რომლის წლიური ვირებულება $1 ტრილიონ მეტია, წითელი ზღვის დერეფანში გადის. როდესაც რისკი იზრდება, კომპანიები გემებს აფრიკის გარშემო აგზავნიან, რაც მოგზაურობის დღეებს, საწვავს, დაზღვევას და პროდუქციის ვირებულებას ზრდის. როდესაც ჰორმუზი თავდასხმების ქვეშაა და ბაბ ელ-მანდები კვლავ საფრთხეშია, ირანი ენერგიასა და ვაჭრობაზე 2 ზეწოლის ბერკეტს იღებს, ტერიტორიის დაპყრობის გარეშე. სიკვდილით დასჯა სწორედ ამ ალყის გარემოში ხდება. თეირანი აშშ-ს ჰაერსა და ზღვაში უპირისპირდება, ცდილობს ჰორმუზის კონტროლს, იცავს ნავთობის შემოსავალს, უჩერს მხარს მოკავშირეებს იემენში და ებრძვის ჯიჰადისტურ უჯრედებს ერატის საზღვართან. ბამოში აღმოჩენილი საფრთხე ამ სტრატეგიის ზღვარს აჩვენებს. რეჟიმს ერთდროულად სჭირდება ბაზების, ნავთობის ტანკერების, აეროპორტების, ქალაქებისა და მთების მეთვალყურეობა. ისლამურმა სახელმწიფომ ტერიტორია დაკარგა, მაგრამ არ ჯამქრალა და დღეს მოქმედებს მცირე, მოძრავი და ძნელად საფოვნელ ქსელებში. რევოლუციურმა გვარდიამ უნდა გააფართოვოს ძებნა ერაყის მახლობლად და გამოიყენოს სიკვდილის დასჯები ავტორიტეტის პროპაგანდისთვის. ყოველი ახალი თავდასხმა ჰორმუზში ან წითელ ზღვაში მოიხმარს რესურსებს, რომლებიც ასევე გამოიყენებოდა შიდა უსაფრთხოებისთვის. რეჟიმი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ყველაფერს აკონტროლებს, მაგრამ ახალი ლიდერის დამალვა, რაკეტების მობილიზება და ექსპორტის დაჩქარება აჩვენებს სტრუქტურას, რომელიც მუდმივი ზეწოლის ქვეშაა.
შემდეგი საფრთხე შეიძლება წარმოიშვას სხვა პატარა უჯრედიდან, ქვეყნის შიგნით, მაშინ როცა თეირანი ყურადღებას ამახვილებს ვაშინგტონზე, ისრაელზე და სპარსეთის ყურეზე. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად შეიტანეთ წვლილი იმ პიქსის გასაღების საშუალებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ ვართ ამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს თქვენთვის სიმართლის მიწოდებას. თქვენი წვლილი გვეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში.